კლასიკური გაგებით ეს სწორი განცხადებაა, პოლიტიკოსმა უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ ქართული დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით მე ამას ჩავთვლიდი ცოტა სარისკო განცხადებად. ზოგადად თანამშრომლობა თუ არ არის პუნქტები დაკონკრეტებული, თუ არ არის სფერო თანამშრომლობის, თუ არ არის პრობლემატიკა თანამშრომლობის ჩამოყალიბებული, ასეთი თანამშრომლობა საერთოდ იშვიათად თუ მთავრდება ესეთი სასურველი შედეგით, ვთქვათ, ინიციატორისათვის. ზოგადად გაერთიანების თაობაზე უდაოს მის სამებელია, ასეთ გაერთიანების პირველი მაგალითი იყო სწორედ თავად ალიანსი. ახლა პარადოქსული იქნება, რომ სხვებთან შეთანხმებისთვის ალიანსი დაიშალოს. თუ გაერთიანებისკენ არის მოწოდება, ხალხავიყიდესავით იქნება, თუ ერთი დაიშლება და მეორეები გაერთიანდებიან, ისევ დაშლის პროცესთან გვექნება საქმე. ამიტომ მე მგონი თვითონ ალიანსში შიგნით მოხდა გარდატეხა, შემუშავდა რაღაც ახალი პლატფორმა და ამ პლატფორმის გააჟღერება მოახდინა ალასანიამ, ჩემის აზრით. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ შიდა დაძაბულობა არის და ისევ ვიღებთ ნაწილებად დაშლათ ქართული სპექტრისა და არა გამსხვრდლებას, რაზეც არის ლაპარაკი.